ქალი მამაკაც შილას არასდროს არ გააწნის, თუ არ მიიყვან იმ კონდიციამდე, რომ შილა გაგაწნეს. რომ ღირსი თუ არა ხარ. სანამ გამოძიება და სამართლო არ იქნება ნორმალური, იქამდე არაფერი არ გვეშველება საქართველოს. ესაა ჩემი აზრი და დამთავრდა. რა უნდა მზიამაღლობელს ციხეში თქვენი აზრით? მზიამაღლობელს ციხეში საერთოდ რო გითხრათ, შილის გაწნისთვის რომ მამაკაცი მანდილოს ასურჩე, ესა პირველი სირცხული ქართველი კაცისთვის და ესა ყველაზე დიდი სირცხული. ქალის შილის გაწნილი რა თქივილი უნდა გაწნილი. არაფერი. რატომ დააპატიმრეს მზიამაღლობელი თქვენი აზრით? რატომ არის ის ციხეში? უკვე 2 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთ-ერთი მე სამართლო კოდექსში ვერ ვერა 2 წელი თავისუფლების აღკვეთა. ერთ-ერთი დავებოდნენ 4-დან 7 წლამდე. მაგას კი უსმენდი 4-დან 7 წლამდე 2 წელზე. ალბათ რაღაცა ისეთი ვეღარი იქნეს, რომ 2 წელზე ჩამოიყვანეს სასჯელი. ხო და რას ნიშნავს, რატო ჩამოიყვანეს 2 წელზე თქვენი აზრით? თქვენ რა შთაბეჭდილება შეგექმნათ? რა შთაბეჭდილება შემექმნა და რო გითხრათ ასეთი საერთოდ ამაღლობელი უნდა გათავისუფლებულიყო. ესა ჩემი აზრი. მაგრამ როგორც უყურებ, ან დაკვეთა იყო ან რამე და დაკვეთა იყო რომ დაიჭირათ? დაიჭირათ და ვсё, მეტი არაფერი. მე ვერაფერს ვერ იმიტომ რომ წინააღმდეგი იყო თუ გინდა სინდისია ერთ-ერთი დაუსჯელების სინდრომი არსებობს დღეს მთავრობაში. კანონი უნდა იყო ყველასათვის გლეხისთვისაც, მილიონერისთვისაც და მთავრობის კაცისთვის და პარლამენტის წევრისთვისაც. დღეს ვისთვისაა კანონი? ა? დღეს ვისთვის არსებობს კანონი? დღეს საქართველოში კანონი არ არსებობს. კანონი არ არსებობს. სანამ კორუფცია იქნება, არაფერი არ იქნება. ესაა ჩემი აზრი. ანუ კორუფციაა ქვეყანაში? არის, ნაღდი არის, ხო? თქვენ რა შეატყობთ, რომ კორუფციაა? უყურებ და ხალხი კალოშით მოვიდა და დღეს მილიონერი არის. ალბათაც უყურებ. ქვეყანა მიდის უკუღმართობისკენ, მეტი არაფერსკენ. ვсё დამთავრდა.